მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა ჩემო ქრისტეს მიერ და ანუ და ძმანო. არ ვიცი როგორ დავიწყო ეს ვიდეო მიმართვა. მაგრამ ამდენი ზარები, ამდენი მოწერილი, ამდენი მომლოცველი, რომელიც მოდის და ხედავს რომ არ დგავარ წირვაზე იმ ლექსის შემდეგ რაც ჩვენთან ტაძარში მოხდა მე მინდა მოგმართოთ თქვენ და მთელი გულით და სიყვარულით ყველას ჯერ პირველ რიგში მინდა ყველა შენდობა გთხოვოთ ვისაც მე დაგაბრძოლეთ და მე ვიცი რომ მორწმუნე ადამიანი არ დაბრძოლდებოდა უბრალოდ რაღაც თავისას ითხოვდა და ამით მორჩებოდა უბრალოდ ეხლა დაურეკე მე ყველა ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან და მინდა ყველას დროებით დაგემშვიდობოთ უშინავიღე ლოცვა კურთხევა უწმინდესისგან და ცოტა ხნით მინდა გავერიდო ამ ყველაფერს მინდა დავფიქრდე ძალიან ბევრ რამეზე და მინდა შემდგომ მივიღო გადაწყვეტილება რომელიც ნამდვილად უკვე მოდის დრო რომ რაღაცა გადავწყვიტოთ მართლა ყველა მიყვარხართ და შენდობას აკეთობთ რა თქმა უნდა არ მესმის ქილიკი და რაღაც დაცინვა მათ შორის ბევრი არა მაგრამ რამოდენიმე სასულიერო პირის კომენტარები რო წავიკითხე გული დამწყდა იმიტომ რომ შეეძლოთ მათ დაეფიქსირებინათ თავისი პოზიცია მაგრამ ეს დასაცინი კომენტარები მოდი ახლა ჩვენ ლექსი ვთქვათ და ვინმე ბანი მოგცეს ძალიან რაღაც გული დამწყდა ამ ყველაფერზე და ამ დროს მინდა წაგიკითხოთ კორინთელთა მიმართ ეპისტოლე და მათ წერია ესეთი რამ ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოთ ხოლო სიყვარული არა მაქონდეს ვიქმენ მე ვით არსარვალი რომელი ოხრინ გინა წინწილანი რომელი ხმობედ და მაქონდეს ღათუ წინასწარმეტყველებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლო და ყოველი მესნიერება და კონდეს ღათუყო ყოველი სარწმუნოებაი ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყვარული თუ არა მაქონდეს არა ვერაი ვარ და შეღათუ ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივცე ხორცნი ჩემნი დასაწველად და სიყვარული არა მაქონდეს არარაი სარგებე ლარს ჩემდა სიყვარული სურგძე ლარს და ტკბილ სიყვარულსა არაშურ სიყვარული არა მაღლოვი არა განლაღნის არა არცხვენილ იქმნის არა ეძიებნე თავისასა არა განრისხნის არა შეჰრაცხის ბოროტი არა უხარინ სიცრუესა ზედა არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა ყოველსა თავს იდებნ ყოველი სწამ ყოველსა ესავს ყოველსა მოითმენ სიყვარული არასადა დავარდების ინა თუ წინასწარმეტყველებანი განქარდენ ანუ თუ ენანი დავეცხრენ გინა თუ მესნიერებანი განქარდენ სიყვარული არასდროს არ რჩება და ბოლოს უწერია
ხოლო აც ესე რა გიეს სარწმუნოებაი, სასვეებაი და სიყვარული, სამი ესა. ხოლო უფრო ის ამაც სიყვარული არს. და უბრალოდ აი თუ რამე დავაშავე, მომმართე სიყვარულით და გამოვასწორე. ისთვის არის ეს ქილიკი და დაცინვა არ მესმის. ჯერ იყო და უწმინდეს სილოსა კურთხევით ჩავედი სვეტის ცხოველში, როცა იყო ჩამოსული რომის პაპი. და როცა მან ვიგალობე, ჯერ დაგვიძახეს იუდა და ანათემაზე გადავცემთ. შემდგომ ჩამოვიდა ლუშკოვი და თურმე უნდა გამეკდო ეკლესიიდან. და ამ დროს მოციქულე პავლეს სიყვარულზე გველაპარაკება აქ, რომ ყველას სიყვარულს ყველაფრის ჯერავს და თურმე უფალი სიტყვები მოსელთა ჩემთან უკან არ განვაგდებ, ეს უნდა უარყოთ. ასე გამოდის. შემდგომ ლექსი, რომელიც დაწერა გია გაშეჩილაძემ, რომელსაც თვითუწმინდეს მამას ამ ლექსს აღსარება დაარქვა. თურმე სინოდზე გადასაცემი ვარ. და თურმე ეს ყველაფერი თეატრი იყო და სპექტაკლი. არ არსებობს ადამიანმა დაწეროს ესეთი ლექსი და არ შეიგრძნოს იგი. არ არსებობს რომ ვიგალობო და ამ გალობის დროს ნამდვილად არ ვავედრებდე თავს უფალს და მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მე მიყვარს ჩემი ეკლესია. მაგრამ არ დაგიმალავთ ამ ბოლო დროს რაღაც მოვუტყდი თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას. მაგრამ შეიძლება ბევრი უყუროს ამ ყველაფერს და თქვას რომ ესეც სპექტაკლია. მე მინდა ღიად გითხრათ რომ პირადული ცოდვები იმდენი მაქვს რომ რა დათვლის მას. ესა ჩემი აღსარებაც. თავმაღლობაც, ქედმაღლობაც, სიყვარულობა, რიზიანობა, ზნეობაზე რომ ვისაუბროთ, ყველაზე ზნედაცემული ბერი ალბათ მე ვარ. და ამასაც გეუბნებით აქ. ვერცხმოყვარეობა ალბათ ყველაზე დიდი ვერცხმოყვარე მე ვარ. შემინდეთ. მე ცოტა ხნით ტოვებ საქართველოს და ჩამოვალ ალბათ უფრო მარიამობის მარხვაში. და მარხვაში ყველაფერი გადაწყდება და თუ კი რამე დაგაბკოლეთ,
შემიდეთ. სანამ რომელიმე წოდვას განიკითხავთ, მე მინდა რომ იცოდეთ რომ ჯერ მე ვარ ყველაზე უარესი. სიძვისნებიდან დაწყებული, ერთმოყვარეობით დამთავრებული. და ვნანო ყველაფერს. მაცხოვარმა ავაზაკი და მეცავი შეიწყალა. ჩემს გულში ის ავაზაკის და მეცავიც ის. და მეცას გეტყვით. ის ავაზაკი თუ არა, სხვა ავაზაკი ვარ მე და მეცაც. და მართლა სიყვარულით ვიძახი. მირჩევნია რომ თქვენ ისევ თქვენ მომცეს შენიშვნა და დამსაჯოთ ვიდრე სხვა, ვიდრე ღმერთმა. უბრალოდ იცოდეთ რომ დაცინვა ძალიან ცუდი რამეა და დამცირება სხვა ადამიანის ძალიან ცუდი რამეა. გადახედეთ ყველა ჩემ პოსტს და ნახავთ რომ მე ერთადერთი ალბათ რაც არ გამიკეთებია არ დამიცინია. არ დამემცირებია და არ განმეკითხავს არავინ. იმიტომ რომ მე ჩემს გულში ვიხედები და ვიცი რომ ჩემზე უარესი გავგრძნათ არ დადეს. ბევრს გონია რომ ვიყენებ იმას რომ აი ქრისტეს ენაზე რადგან გაალობს და მას ბევრი რამე ეპატიება ზოგი საერთოდ იძახის რომ რა იცით რომ არამეულად ლაპარაკობს და რომ ჩაიხედოს ვიკიპედიაში იქ წერია რომ ასურელები ნეო არამეულ ენის მატარებლები არიან. ამიტომ სხვა კვლევაც რომ არ დავიწყოთ. ყველაფერი შემიდეთ. ძალიან მიყვარხართ და მაპატი. თუ კი რომელიმე დაგაბრკოლეთ. და თუ კი რომელიმე ჩემი გალობა გული სინანულისკენ მიისწრაფთ, ხო, ჩემი გალობით. ყველას აკითხავთ იმ ხალხს, რომ მომიხსენიო და მომიხსენიოთ. მე არავის მტერია არასდროს არ ყოფილვარ. და თუ ვინმე მემტერება, იმათაც ვთხოვ, რომ მომიხსენიონ და შემიდო. ღმერთმა დაგლოსოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ. ფარავთ ერთ და ღვთისა. კარგად.